ბოლოს ეს ყველა პრობლემა ვადომ დაუკავშირა კორუფციას და ის ფაქტი, რომ საკორუფციო ბიურო დასდევს ყველას, მაგრამ ქართულ ოცნებას აიგნორებს, ეს არის პრობლემა. ჩემ სულ პირველ ვიდეოში ვლაპარაკობდი კორუფციაზე და თუ გაინტერესებთ, აუცილებლად გადადით ლინკზე. მოკლედ, ბევრი დრო რომ არ დავხარჯავთ, კი ბატონო, ვეთანხმები ორივე მხარეს, რომ კორუფციაა ქვეყანაში, რომ რეგიონალური დეცენტრალიზაციაა საჭირო, რომ ჭიათურის და წალენჯიხის ბიუჯეტები უნდა გაიზარდოს და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ არც ერთი პარტია არ გველაპარაკება იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. ერთი წამით მინდა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, სანამ უკვე ვიდეოს დასკვნით ფაზაში გადავალთ. წამყვანი ეკითხება ქალბატონ ანის ესეთ რაღაცას. ითხოვთ, ჩვენ საუბრისას გამოვყავით ეს ძირითადი საკითხები, როგორც არის სიღარიბე, ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, თვითმმართველობა ახსენეთ, მართლმსაჯულება ახსენეთ. მაინტერესებს არსებობს თუ არა იგივე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ოფიციალური პოლიტიკის დოკუმენტები, სადაც გაანალიზებული ამ საკითხებისას, ვთქვათ, ფაქტორები, პრობლემური ფაქტორები და კვალიფიციური ხედვები გადაჭრის გზებზე. ასევე მაინტერესებს ასეთი დოკუმენტებით ხდება ხოლმე თუ არა სხვა პარტიებთან კომუნიკაცია პოზიციების ჭიდილისას, ამ პარტიებისგან დაგინახავთ, რომ ესეთი დოკუმენტები, გააზრებული ხედვები ამ პრობლემებზე აქვთ, რამდენად არსებითი არის პოლიტიკური ოპოზიცია აი ამ საკვანძეო საკითხების გადაჭრის ხედვებში. აი მინდა რომ გავარკვიო. ნახეთ, ნაციონალურ მოძრაობის მაგალითად ხა სხვა პარტიებთან მართლა ესე ზოგადად თუ მისაუბრეთ, რა მქონია ნაციონალურ მოძრაობას მათ შორის დოკუმენტალურად აქვს ეს ყველაფერი გაკეთებული 2016 წლიდან, მათ შორის იმ შეცდომების გადაანალიზებით, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვიათ სხვადასხვა. ეს პასუხადღებლობს, რომ კი გვაქვს 2016 წლიდან გვაქვს ეს ყველაფერი და ჩვენ საიტზეც გვიდევსო. და ვადოსგანაც და ჩემგანაც იგივე პასუხს მიიღებ და რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი. იმიტომ რომ გაგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის საიტი არ ფუნქციონირებს. და იცით რა პრობლემაა? შეიძლება მართლაც არსებობს ესეთი საბუთი და დოკუმენტი, მაგრამ მე როგორც ამომრჩევლს ხო უნდა მაჩვენო ეგრევე ეს გადაჭრის გზები. თუ გააქვს ეს საბუთები, ხო შეიძლება უბრალოდ შექმნა საიტი და დადო ეს საბუთები შენ საიტზე. მაგრამ რავი, ეტყობა პროგრამისტის დაქირავება და საიტის შექმნა ძალიან ძვირი სიამოვნებაა.